საქართველოში სამშენებლო ნაცრის იმპორტი დაიწყება. Ამ ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა აქამდე აკრძალული იყო. სამშენებლო ნაცარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში გამოიყენება და ის ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებაა. ამასთან დაკავშირებით კანონში შესაბამისი ცვლილება შევა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჰაიდელბერგ ცემენტის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან მათი აზრით ეს ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს. ცვლილება ეხება საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო ნაცარის იმპორტს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე რამდენიმე განხილვა ჩატარდა, მიღებული იქნა მხედველობაში გამოთქმული მოსაზრებები და სწორედ ამის გამო აქვს ახალი წინადადება, რომელსაც დღეს კომიტეტი განიხილავს, რომ ამის დაშვება მოხდეს არა ყველა შემთხვევაში, არამედ მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და ცალკეულ შემთხვევაში გაცემული ნებართვის საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ამითი გათვალისწინებული იქნება საქართველოში გარემოსდაცვითი ინტერესები და ყველა იმპირის ინტერესი, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ამ სამშენებლო ნაცართან მიმართებით. ყოველწლიურად ცალკეულ შემთხვევაში დამყარდება სამთავრობო კონტროლი და უკვე მთავრობის პრეროგატივა იქნება, რომელ შემთხვევაში რამდენი ის მიერ რა ხარისხის რა რაოდენობის ნარჩენის ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს საქართველოში. ფლაიერში შემოტანა საქართველოში რეალურად გამოიწვევს საქართველოში ცემენტის მრეწველობის წარმოების შემცირებას. ეს თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ წარმოება, რომელიც ვიყენებთ ადგილობრივ ნარჩენებს, ადგილობრივი ნარჩენები დარჩება გამოუყენებელი, ანუ პრინციპიალურად სქემა იკვეთება ეს, რომ ჩვენ შემოგვაქვს ნარჩენი საზღვარგარეთიდან და ხელშეშლით ჩვენი ნარჩენების გამოყენებას